სახის ამომცნობის ათოთოლო კამერების დამონტაჟება მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს რამდენიმე ათოთოლო კამერა მონტაჟდება ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე იმისთვის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუშინებელი ადამიანების ამოცნობა გაუმარტივდეს ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ხალხი კვლავ პროტესტით ხვდება დღესაც ყურადღების ცენტრში იქნება მელიქიშვილის გამზირი და პროტესტის მთავარი ადგილი იქნება, რადგან ქართული ოცნება ვერ ახერხებს შეაშინოს ევროპული მომავლის მცველები, ხალხი არ უშინდება არც ემას, არც გინებას, არც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. ისევ ქუჩაში გამოდიან, ისევ ქართული ოცნების პოლიტიკის გასაპროტესტებლად. შეკრება ზუსტად 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და შემდეგ მსვლელობით ევროპული მომავლის მცველები გადაინაცვლებენ კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან. დღესაც ქართველი ხალხი ხმას გააგონებს ოცნების ტიტუშკებს, მოძალადეებს და მხარდამჭერებს. დღეს რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით 7 საათზე და მსვლელობით ისევ მივალთ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ ქართული ოცნების ოფისთან. მოსახლეობას ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდებ, რომ უწყვეტად გავაგრძელოთ მელიქიშვილზე აქციების ჩატარება, როგორც ჩანს, ეს ისეთი ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად ტყივად და შესაბამისად მგონია, რომ ის უნდა გამოვიყენოთ. ქართულმა ოცნებამ ბუნებრივად გაგვიკეთა პროტესტის კერა მელიქიშვილის გამზირზე. ქართულმა ოცნებამ არ ვიცი რა შეაწყო და მაგრამ გააჩინა პროვოკაციების, ასე ვთქვათ, და მათი რაღაც ამ უაზრო გამოხატულებების ადგილი. მელიქიშვილზე იქნება ეს რუსთავის თბილისის ნებისმიერ წერტილში პროტესტი უნდა გაგრძელდეს აქტიურად გაგრძელდეს და უნდა მივიდეთ 4 ოქტომბრამდე, ისე რომ ხალხის რაოდენობა იქნება მზარდი და ამის პრეცედენტი და ამის მაგალითები უკვე გვაქვს. გულში როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით, ბოდის მოვითხოვ მაყურებელთან, ეს ამ ჩმორებმა ვერც გაბედეს გარეთ გამოსვლა, ეს არის მათი სტანდარტული სახე, როდესაც ისინი არ არიან პლუსში, არ არიან მეტნი, ისინი ვერ ბედავენ ვერანაირ პროვოკაციას, ეს არაერთხელ გვაქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დამთავრდება, იმიტომ რომ ჩვენ მეტნი ვარ, ჩვენ ძლიერები ვარ და ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. პროტესტი ახალი ძალით ძველ მისამართზე შეიკრიბება დღეს მელიქიშვილის გამზირი კვლავ ყურადღების ეპიცენტრში იქნება ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ განუსაზღვრონ დემონსტრანტებს საპროტესტო არეალი ამბობენ რომ შეუძლიათ ევროპული მომავლის მცველებმა პროტესტი რუსთაველის გამზირზე გამოხატონ რადგან ქართული ოცნებისთვის როგორც ჩანს თავის ტკივილად იქცა მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციები თუმცა ქართული ოცნების თხოვნას რა თქმა უნდა არ ითვალისწინებენ სამოქალაქო აქტივისტების ადამიანები, რომლებიც თითქმის 1 წელია ქუჩაში დგანან, რომ გააპროტესტოთ ივანიშვილის გუნდის ნაბიჯები. შესაბამისად დღეს მელიქიშვილის გამზირი 8 საათიდან კვლავ მოვლენების ეპიცენტრი იქნება.